თემები შევისწოროთ. რაღაცა ყალავით არ ვიყო. თქვენ უყურებთ კვიტოს არხს. ეს არის პოდკასტების სერია ცოცხალი კადრი. მე ვარ კვიტო. 1000-ზე მეტი ფილმი მაქვს ნანახი და თავისუფლად შემიძლია გირჩიოთ, რომელი ფილმის ყურება ღირს ან არ ღირს. შეყვარებული ვარ ფილმებზეც, სერიალებზეც და მოკლედ ამ სამყაროზე. ჩემს მარჯვნივ ზის ღვინო, ირაკლი ღვინიაშვილი, ფოტოგრაფი, არანაკლებ ჩემზე ფილმებზე შეყვარებული ადამიანი. 500-ზე მეტი ფილმი ხო გექნება ნანახი? ალბათ 500 მექნება. მე მგონი რომ მეტიც. 500-600-ის რეინჯში. ხო. ანუ შენც გაქვს გარკვეული გემონება ჩამოყალიბებული მაგ მიმართულებით. ნუ სამწუხაროდ აი ბრესონები და იმ ეპოქაში ცოტა ვერ ვერკოვი, მაგრამ არაუშავს რა. მეც პაპსა ვარ, მეც ვაღიარებ, რომ პაპსა ვარ რა. რაღაცა კლასიკები მაქვს ნანახი, მაგრამ მაინც პაპსის მოყვარული ვარ. ტარკოვსკის მაგალითად ხო, ცოტა რთულია ალბათ, კი, ინტელექტუალური ვაღიარებ, რომ დიდებული ხო, ევროპული კინო სხვა არის, 50-იანის იქ იტალიური ნეორეალიზმი ხო, ეგრე იყო, კი, გოდარის ისინი, კი, ოკეი. ამ ბოლო დროს გადავწყვიტე, რომ ამ ჟანრისკენ, ამ ჟანრისკენ შევტრიალდე რა და შევეცდები მე რამდენად ფოტოლი შევხედო. ცადე რაღაცეები, მაგალითად ტარკოვსკის რამდენიმე ფილმს ვუყურე, სოლარისი იყო საოცარი. ძალიან უცხო და ისეთი გამოსინება იყო უპრეცედენტო ჩემთვის რა სოლარისის ყურება. კი ერთი არაფერს არ გავს და ძალიან სხვა. აი რაღაცნაირ განწყობებს აღზრავს რა. მისტიურ განწყობებს აღზრავს, ანუ სოლარისი აღზრავს ისეთ განწყობებს რომელზეც მანამდე შეიძლება ითქვას არ გიფიქრია. ანუ სხვა ფილმს არ დეპრესიული და უფრო დამძიმებული. დეპრესიულიც, კი, იქ ტრანსცენდენტალური, იქ სხვა სიტყვა არ ვიცი რას ნიშნავს, მაგრამ თავს დაგიქრე ვითომ ვიცი. ტრანსცენდენტალური, ანუ არა ამ ქვეყნიური. გასაგებია. რომელიც პოტენციურად შეიძლება არსებობდეს რა. ძალიან საინტერესოა. იმ ქვეყნიური ამბავი, მოკლედ დიალოგი წარსულთან შეიძლება ითქვა, საყვარელ ადამიანთან საუბარი იმაზე და რეფლექსირება თუ რამდენად რაღაცები შეიძლება სხვანაირად ყოფილიყო, აქ მე სიყვარულის შემადგენელი ჩემოდის, მოკლედ ძალიან კომპლექსური. ბევრი ფილმი აქვს ტარკოვსკის? ტარკოვსკის არა, სულ მე მგონი აქვს ანუ სოლარის გაუწევ რეკომენდაციას. სოლარის რეკომენდაციას გაუწევს. მე მგონი აქვს 2 შავ-თეთრი ფილმი და 5 ან 6 ფერადი ფილმი, როგორც მახსოვს. ჯამში რამდენი 7-8 ფილმი გამოდის. და ნუ ეგ და სტალკერი იყო ჩემთვის ძალიან. სტალკერზე ნანახი მაქვს, ანუ თავიდან ბოლომდე ხა ვერ დავდებ თავს რომ მახსოვს და მაგრამ აი ძალიან შტაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი იმდენათან მარტო მე კი არა ყველა დიდი რეჟისორის ერთ-ერთი ინსპირაციის წყარო არის სტალკერი ფილმია ძალიან და მაგაზე მსმენია. სტალკერი სხვათა შორის ტარკოვსკის ფილმები კიდე სუბიექტური ინტერპრეტაციის სივრცეს გიტოვებს, რაც ძალიან მაგარია. ყველას თავისი ხედვა, ყველა მაყურებელს შეუძლია თავის დასკვნა გამოიტანოს. რა არის ზონა ხო? იქ ხო ზონაში შედიან ეს დახურული ზონა რო ტერიტორია სივრცეაც გინდა. ნუ რუსულად ზონა. ანუ ყველა სახი რეჟისორების, აი ესე დიდი რეჟისორები ვინებიც არიან, რო ჩამოთვალ მაგათი ტოპ ფილმების ჩამონათვალში ტარკოვსკის ერთი ფილმი უეჭველია. აუცილებლად. ტარკოვსკი ზოგადად მიიჩნევა როგორც ინტელექტუალური ფილმის თავისი ინდივიდუალური ხელწერა აქვს ძალიან გამორჩეული და სტალკერში ყველაფერი ძალიან იზრდება, ხო და რა არის ეს ტერიტორია, ხო, სადაც ესენი შედიან და სადაც როგორც მე ნუ რა ფილმი გეუბნება რომ უცნაური რაღაცები ხდება. შეიძლება ეს უცნაური რაღაცა იყოს, რომ შენი სურვილი ახდეს, მაგრამ მერე კითხვა იბადება what if all your dreams come true? ცოტა ანუ რასაც ფიქრობ why და შემადგენელი აქვს, ხო? იქნებდა ცუდი ფიქრები გაქვს რა. მოკლედ ფილოსოფიური ბევრი შემადგენელი აქვს სტალკერს და აუცილებლად ძალიან საინტერესო ფილმია. ანუ must watch სიებში შედის. აუცილებლად, კი, must watch-ი ინტელექტუალურ ფილმებში must watch-ი არის სტალკერი ტოპ. მე გავითვალისწინებ ამ რეკომენდაციას, ვეცდები ჩაუჯდეთ, უკვე ვეღარ უყურებ ეგეთ მძიმე ფილმებს, ანუ ხო ხდები რა, ისედაც ჩვენ გარშემო არ ხდება. შოკოლადში არ ვარ. ხო, მაგრამ მაინც საინტერესოა. აუცილებლად უნდა. ნუ უცხოა რა, ძალიან ახალი, ანუ არ გავს იმას, რაც გინახავს დამიჯერე. და შეეცადე რომ აი ამ თვალით შეხედო. გასაგები. როგორც მანამდე არ ნახულს.
ეხლა ნახე პირველი შეკითხვა მაქვს ესეთი. აბა გისმენთ. ტარკოვსკიდან ცოტა ლაით თემაზე გადმოვიდეთ. მაინტერესებს პირველად რომელ ფილმზე იყავი კინოთეატრში. თუ გახსოვს. ან რომელ ფილმზე იყავი ისეთზე, რომელმაც მიგახვედრა რომ კინოსამყარო შეგიყვარდა. პირველად ვიყავი ალბათ 5 წლის, ძალიან ბუდოვნად მახსოვს აი 1-2 ფრაგმენტი, ეს იყო მაკენას ოქრო, ვესტერნი. გადიოდა კინოში ეგ? გადიოდა, მაშინ გადიოდა, კი. სად? ამირანში ალბათ. ან მეგონი რუსთაველი იყო. რუსთაველში ეგეთი კინოები გადიოდა, მე არ მახსოვს. კი, ნუ მაშინ ალბათ ჯერ კიდე 5 წლის ვიყავი, ნუ მაკენას გამოდის. ახალი ფილმები ახლა როგორც საერთოდ სხვა რამეს ველოდებოდი. ხო, ახლა იმ დროს არ იყო პრემიერები, არ იყო ესე რა და ალბათ იყო რომ ძველი ფილმები ფირები რაც მოეპოვებოდათ ის ჩართეს. იმას უშვებდნენ. კი და მოგეწონა. ნუ 5 წელს ვიყავი, უბრალოდ შტაბ-შტაბა მახსოვს ეს გრანდიოზული ეკრანის ეფექტი და ხმა, რომელიც ძალიან საინტერესოა, რომ რამდენჯერაც ეხლა კინოში არ უნდა დაუბრუნდე ეს გრანდიოზული ეკრანის ეფექტი ყოველ ჯერზე იგივე ემოციებს გიბრუნებს, ხო? მე ხმაზე დამემართა ეგ რა. აი ეს ჯერ მე როცა ვიყავი კინოში, ჯერ ტრეილერები გადიოდა რა, სანამ კინო დაიწყო და ეს ტრეილერები და რაღაც მანქანები რო ფეთქდებოდა და ვაი ეს ხმა რომ ესმოდა, ეგ ემოცია კინოში რომ მივდივარ, კიდე მაგ ემოციას ველოდები ხოლმე, რომ აი ეს ხმა ჩამესმას გამაჟრიალოს და მივხვდები რომ უკვე ჩავერთე რა, იქ სავარძელში ჩარგული ვარ. ამიტომ ფილმს უნდა უყურო კინოში. კინოში აუცილებლად. თავარი წესი. ძალიან მოსპო კინოს სიყვარული აი ლეპტოპებში ყურებამ და ან თუ სახში აპირებ ყურებას, მინიმუმ კურსას მეში მაინც უნდა უყურო რა. კაი გამოსახულება სიტყვაზე შეგილი აქვს პატარაშიც რაღაცნაირად კონცენტრირდე ისე რომ კაი, მაგრამ აი ხმა არის კიდე ცალკე რეჟისორი ყავს რა ხმას. აბა რა. მე ცოტა ხნის წინ გავიგე, 5-6 წლის წინ გავიგე, რომ მე მეგონა რომ რეჟისორი რასაც იღებს, იმასვე ხმასაც თვითონვე ამონტაჟებს თუ რა გენერირებს, მაგრამ თურმე ცალკე სამყაროა. გუნდი მუშაობს. ხო, ცალკე რეჟისორია ხმის, რომელიც ლაპარაკის გარდა, როგორც ვიცი, ლაპარაკის გარდა, დიალოგების გარდა, ყველა ხმა არის ცალკე რეჟისორის დადებული ზებოდა და ნუ მაგაზე კიდე ცალკე ისტორიის მოყოლა და ცალკე თემა არის რა. ხო, მე ეს ხმები რეალურად გენერირებული ხმებია რა, რაღაცა სიარულის ხმები. ხო, რა უფრო ყურისთვის უფრო მომჭრელი და უფრო სასიამოვნო იყოს, აი წყალს რო ისხავს, შეიძლება თვითონ წყალი რო დაასხამ მსახიობმა, ისეთი კარგი არ იყო, როცა რა თქმა უნდა. და ადებენ ზემოდან. ამოწეულია ეგ ხმები, რომ და უფრო მაგარი. ხო, ადგილზე ალბათ ხდება ჩაწერა, მაგრამ დადებული ხმა გაცნობთ უფრო ამოწეულია და არის რამოდენიმე რეჟისორი, რომელიც ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ხმას. მაგალითად არის ერთ-ერთი ტარანტინო არის, ფინჩერი და ეგეთი აი ესე დიდი როჟები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ იმას ხმას. და სწორადაც. და სწორადაც, იმიტომ რომ დააკვირდა აი ეხლა რაც ეგ რო გავიგე და აღმოვაჩინე რომ თურმე ცალკე ხმაზე, ცალკე სასტავი მუშაობს, ბევრად უფრო ყური დაუგდე და უფრო საინტერესო ფეხის სიარულები. თუნდაც აი ელემენტარული მომენტი, აი იარაღსო ასუფთავებს ვიღაცა. ისეთი სასიამოვნო პროცესია, რომ რაღაც თერაპიული ძალიან და სპეციალური პავილიონებია მე როგორც ვიცი, საქართველოშიც არის ძალიან მაგარი. სადაც მთელი აი ნივთების რაც შეიძლება დაგჭირდეს, გამოგადგეს პოტენციურად, მთელი აი ამ აი პავილიონში ისეთი უაზრო ნივთები ყრია, რომ რაში გამოგადგება უცბად, რა ხმას გამოაცემინე, ვერ გაიგო. და შეიძლება, ნუ მაგათაც სიარული ხმა ადვილია, ოკეი, რაღაც ხმები, იმიტომ რომ შენ თვითონ გაივლი, მაგრამ შეიძლება იყოს რაღაც ხმები, რომელსაც შენ მოქმედებითი იმის გამეორებას ვერ შვები და იმიტაცია გიწევს და იმპროვიზაცია. მე რაც მაქვს ნანახი TikTok-ზე და YouTube-ზე, ანუ შეიძლება გადაჭრილი ბოთლის ხმით რაღაცა ისე აჭრიალოს, რომ გეგონოს, რომ ვიღაცა შურუპს ამაგრებს. კი, რაღაც აბსოლუტურად სხვა ნივთით, აბსოლუტურად სხვა ხმის იმიტაცია ხდება და ძალიან მაგარი იმპროვიზირება, რომ და ანუ და იქ თალკე ხელოვნებაა ეგეც რა, რომ რაღაცა ნივთით აბსოლუტურად სხვა ხმა გადმოს. ანუ შენ უნდა მიიღო ისეთი ხმა, რომელიც იმ რეალური მოქმედების კონკრეტულ რაღაც მოქმედების ხმასთან იქნება ძალიან ახლოს და დაჟე უფრო უკეთესიც კი. იმიტომ რომ სმენელმა ვერ უნდა გაარჩიოს. ეს ხელოვნური ხმა არის და გენერირებული. არა, ეს უნდა იყოს ბუნებრივი. მე რა დამიფიქსირებია იცი კიდე აი ესე კინოს რო უყურებ და სასიამოვნო ხმები თუ მესმის. ჭვაი არ ვიცი ეგ შეიძლება რაღაცა აშლილობა არის, მაგრამ სიამოვნებისგან ეგ კბილების კრაჭული მეწყება ხოლმე. რა ხმების შემთხვევაში? აი სიამოვნებს მაგალითად ესეთი აი რატო გადავეკიდე, მაგრამ იარაღს რო ასუფთავებს. რაღაცა
ტყვიები ჩადება რაღაცა ეს იმდენად მოქმედებს შენზე რომ აი ესეთი რაღაცა მემართება. სხვათა შორის საინტერესოა. იცი რა, დავფიქრდი მაგაზე რომ არის რაღაც ანუ ეს ინდივიდუალურია ოღონდ არის ხმები კონკრეტულ ადამიანზე რომ მოქმედებს ძალიან პოზიტიურად და ამ ხმების გამძაფრების შემთხვევაში და არის რომ მოქმედებს ნეგატიურად. კი, ნეგატიურად. მე არ შემიძლია ჭურჭლის ხმას ვუსმინო. ფეფშების დადები. არა, ანუ ეგრეთან არაფერი არ მაგიზიანებს. ხო, ნეგატივზე არ ვილაპარაკოთ, ვეცადოთ მე მაინც აი კიდე ცეცხლის ხმამ სიამოვნებს კინოში. აი რო ткаცუნობს ძალიან აიგრევე სიამოვნებს და წარმოიდგინე ამ ცეცხლის ხმის ფონზე ორი პერსონაჟი ერთმანეთთან რაღაცა ძალიან დაძაბულ დიალოგი რომ იდის გიჟდება მუსიკის გარეშე. ძალიან მაგარი რაღაცა აღმოჩენა გავაკეთე, არ ვიცი, არ ვიყავი და ბევრ შეიძლება იცოდეს, მაგრამ No Country for Old Men-ში მუსიკა საერთოდ არ არის გამოყენებული. მარტო ფეხის სიარულები, მანქანის რაღაცა შუქურის ჩართვა თუ რაც ქვია, რულის ტრიალის და აი ეს დეტალები, აი ისე ანუ ნუსხავს ეგ ფილმი, რომ უყურებ, სულ დაძაბული ხარ. სულ დაძაბული ვარ, მაგრამ სასიამოვნოა. აი არ ვიცი რა ქვია. აი პროცესზე ფსიქოლოგთან საინტერესო იქნება მაგაზე საუბარი. ხმებზე? ხმებზე თვალით რასაც იღებ და აი რა ეფექტი აქვს რა, რატო სიამოვნებს. ძალიან საინტერესო. ხო, მაგაზე არ დავფიქრებულ, რატო შეიძლება რაღაც კონკრეტული ხმები იყოს შენთვის. ხო, მაგ ერთ-ერთი ხრიკი არის. იმის რეჟისორები იყენებენ მაგას, რომ იმას რაღაცა მიჯაჭულობას გიჩენს რა და უფრო სასიამოვნო ხდება, შეიძლება რაღაც 5 წუთიანი მომენტი იყოს, ტიპის ადილს ამზადებდეს, მაგრამ ისეთი სასიამოვნო ხმები იყოს და საყურებელიც, რომ აი ცოტა ხანი რაღაცა ბაგაბუგის მერე ამ რაღაც 3 წუთიანი ხო, შეყავ ხარ მერე ხო რა, რაღაცა სხვა ტალღაზე გადადიხარ, რომ ცოტა ხანი მოდუნდე რა და ეგ არის მაგარი რეჟისორები, აი რაღაცები ხო აქვთ ხრიკები რა და ალბათ ეგეც არის, ხო. ხო და აი No Country for Old Men-ში არის ეგ იდეალურად გაკეთებული რა, აი წვეთის ხმა და იქ ფულს რომ მალა მოკლედ რა ძალიან მაგრამ გიждები მაგ ფილმზე. ხო შეიძლება კიდე ხო უსვად გამახსენდა სცენა ტარანტინო რო ვახსენეთ. ხო. Kill Bill-ი პირველი მომენტიდან, როდესაც ბოლო სცენაში უმა თურმანი და ლუსი ლუს პერსონაჟები უპირისპირდებიან ერთმანეთს. თოლში საოცარი სცენა ეს იაპონური ბაღია. ხო, კი, მახსოვს. ეზო ძველი და უკანა ეზო, აი ძალიან ლამაზი კადრია და რაღაც მომენტში სანამ ეს ხუბი დაიწყება მექანიკური მექანიზმი არის წყლის ესეთი რომ ეს წყალი ისება მე ესე შვება და აი ეგ სასპენსია ხმის ეს წყალი დაიღრება ისევ ზემოთ ადის მე იგივე მე თქო ეს დამძიმდება წყლით დუმ აუ რა მაგარია კი და იქ ეს არის ფოკუსში მაგ დროს აი ეს მექანიზმი და მე ფოკუსი გადადის იგიჟე უნდა დაიწყოს და ამის ხმა მაინც ისმის მე გამახსენდა ეგ კადრი ესენი ხო დგანან ესე ერთმანეთს ძალიან დაძაბულებ და ეს ხმა მაინც ისმის მე ანუ უკვე გადადის ამათზე გადადის კადრი მაგრამ ამის ხმა ეს ხმა მაინც ისმის მე ალბათ მუსიკა შემოდის გენიალურია ძალიან მაგარი ვინ მოიფიქრა ნეტა ეგ აი ეგ დეტალი მაგ სცენაში მით შეიტანა ნუ არის ტარანტინო როგორც თვითონ ყვება ხოლმე ინსპირაციები სულ აი ისეთი ფილმებიდან მაქვსო შეიძლება 8 კაც ქონდეს ნანახი ხო იმიტომ რომ ტარანტინო მუშაობდა რამდენიმე წელი იმეებში რა ქვია VHS-ის გაქირავებაში კი ვიდეო კასეტების კი ბლოკბასტერ რაღაცა ქვია ხო მოკლედ ვიცი რასაც იძახი კინო კასეტების აუდიო ბიბლიოთეკა ვიდეო ბიბლიოთეკა ხო ფილმების ბიბლიოთეკა ფაქტიურად იყო მე მახსოვს მეც მახსოვს აი 91 წელი იქნებოდა თუ 12 როდესაც ეგრე ფილმები გამოგქონდა ქირავდებოდა კი მე და ჩემს მამიდაშვილს მახსოვს მაშინ აი და ვიდეო იმაში ჩადება და ყურები ხო ეგეც ალკე ის არის ხო და რატო გაგვახსენდა ხო და მან მუშაობდა და ყველაფერი ნანახი ქონდა ნუ ეს მუშაობდა მან სადღაც 91 წლამდე იმიტომ რომ 92-ში მე მგონი უკვე Reservoir Dogs-ი გადაიღო. ეს ხო ძალიან ახალგაზრდა იყო, რო გადაიღო და ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა რეჟისორია, რომელმაც წარმატებას მიაღწია. მე მაგის პერე უკვე ბევრ მოახერხა მაგის გაკეთება, მაგრამ ნუ ერთ-ერთი პირველი იყო, რომ აი ეგ ხმაურიანად შემოანგრია ახალგაზრდა ტიპმა საერთოდ გადაატრიალა, კი. და ბევრი იძახისოთ გადაჭარბებულად overrated ტიპი არისო, მაგრამ მე მგონი არა, არანაირად არა, იმიტომ რომ ჯერ ყველაფერს თავი დავანებოთ თვითონ წერს ამ ისტორიას, თვითონ ხსავს, ფანტაზია აქვს საოცარი. ეხლა სხვათა შორის მე და შე რო ვილაპარაკეთ იმ დღეს Once Upon a Time in ერთხელ ჰოლივუდის სიკველი გამოდის. აჰა. დაწერა უკვე სცენარი. რეჟისორი იქნება დევიდ ფინჩერი, დადასტურებულია უკვე და მთავარ როლზე ბრედ პიტი, ანუ იმ კლიფ ბუთ ქვია მე მგონი იმ
Cliff Booth. კი, სწორედ. დუბლიორის ისტორიაზე იქნება გაგრძელება. ლეონარდო დიკაპრიო როგორც ვიცი არ იქნება. ვა, ძალიან საინტერესო. წარმოიდგინე ტარანტინოს ისტორია და სცენარი, ფინჩერი რეჟისორი და ბრედი თავაროში. ფინჩერთან მაგ პერსონაჟით ოსკარი აიღო არ დაგვავიწყდეს. მაგარი იქნება ჩემი. ძალიან ისეთი პერსონაჟია, საინტერესო. ღრმად, ერთი შეხედვით ზედაპირული, მაგრამ ყველას გონია რომ აი ბრედია და ბრედი თავის თავს თამაშობს, მაგრამ არა, მე ერთ სამჯერ მაქვს ეგ ფილმი ნანახი ისე. არა, თავის თავს არ თამაშობ თუ არა, თვითონ ეგ პერსონაჟი არის, ერთი შეხედვით შეიძლება ზედაპირული იყოს და ხო, ის არის, რა ქვია, სტანტმენი თუ რა პროფესიით, მაგრამ ლამაზი სტანტმენი. სხვადასხვა შრეები აქვს, ჯერ მარტო რო გავიხსენოთ ის ცოლთან დაკავშირებული სცენა, ესე როზის და ის აკვალანდის ნერვები რო იშლება. ის რო ნიღაბი რო უკეთია, მაგრამ რა მოხდა არ ვიცი. ხო, არ ვიცით, მაგრამ ჭორის დონეზე ვიცით რომ უეჭველი დაბრიდაო. უკვე ეგ მაგ ერთი ინტრიგით შეგიძლია აი მაგიტომ მე ისე განავითარო, რომ მართლა ალბათ ერთი ფილმი მიუძღვნა და სერიალიც. კი, ძალიან საინტერესო პერსონაჟია მართლა და მაგრად ველოდები. ოღონდ ჯერ არც თარიღი ვიცით, არც შმარიღი არაფერი. მარტო ეს სამი დეტალია ცნობილი. ჯერ ალბათ ხო სცენარი არის უკვე მზად ნეტა? კი, მას მზად აქვს. უკვე ადაპტირებული სცენარი? ანუ ტარანტინომ დაწერა ეს სტორი და მე ხა ტარანტინო მე მგონი უკვე ადაპტირებულს. კი და მაგან თვითონ აქვს ნათქვამი, რომ ჩემ თაობაშიო ყველაზე მაგრად ვინც მომწონს რეჟისორებიდან დევიდ ფინჩერიაო და გამოუჩნდა გენიოსი, ორი გენიოსი. შესაძლებლობა რომ იმუშაონ ერთად. ოღონდ ამ შემთხვევაში ერთი გენიოსი იქნება სცენარისტის ამპულოში და მეორე უკვე აბა ეგ ორი ერთად იმაზე გადასაღებ მოედანზე. ეს მე მგონი არც მე არ მახსენდება ძმებსაც და ვაჩოვსკები მახსენდება კოენები. ნუ ძმები არიან ისინი ახლა. ხო, მაგრამ არის რა მოკლედ ეგეთი პრაქტიკა არსებობს. მაგრამ ეს რეჟისორს რო ეს ორი ერთად კოლაბიც არ მახსენდება, აი კოლაბორაციული პროექტი. არც მე არ მახსენდება. იქნება, მაგრამ არ მახსენდება. აი რახან სიახლეებზე გადავედით, კიდე ერთი ძალიან საინტერესო ამბავი ვიცი, სემ მენდესმა, ეგეც უკვე დაანონსებულია 2028-ში გამოვა ბიტლზებზე ფილმი. ვაუ. 4 ფილმი იქნება. 4-ვეს პერსპექტივიდან, ხო, ყველაზე. ერთდროულად გამოვაო, აპრილში თუ მაისში იქნება პრემიერა და მე მგონი ჯერ ერთი კვირა, ერთი გამოვა, მეორე კვირა. მეორე ანუ 4 ფილმი გამოვა ერთდროულად. საოცარია. სემ მენდესი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი რეჟისორი არის. ძალიან მაგარია, მეც ძალიან მიყვარს და სახიობებიც დამტკიცებული ყავს. სემ მენდესს მე მგონი სუსტი ფილმი არ გადაუღია. არ მახსენდება. ხო, American Beauty ხო მაგისია. American Beauty, ნუ Skyfall ხო მაგისია. Skyfall მაგისია. 1917 ხო მაგისია. 1917. მეტი არ მახსენდება. ნუ ეს სამივე მაგარია. კი. ხო და ესეც ბიოგრაფიული დრამა ვნახოთ როგორი გამოვა რა. ეს რაღაცა ექსპერიმენტალური ხასიათის არის, იმიტომ რომ 4 ფილმი ერთდროულად ერთ ისტორიაზე სხვადასხვა ბიტლზებზე. ჩემი, ნუ ერთ-ერთი ვისი არა, ყველა საყვარელი ბენდია, კი. ძალიან საინტერესო. ძალიან მაგარი. ალბათ ისეთი ისტორიები იქნება, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომელიც ესე ფართო აუდიტორიამდე ჩვენ არ ვიცით. ეგ მაინტერესებს ყველაზე მეტად, ხო? იქნებ ბიტლომანებაც კი არიციან და ყველაზე ნერდებმაც რო არიციან. კი. იმიტომ რომ იმ დღეს სხვადასხვა YouTube-ზე ვუყურე Carpool Karaoke-ის პოლ მაკარტნი ყავდათ, ჩადიან ლივერპულში. იმ სახლში მიდიან, სადაც ეს ცხოვრობდა და ეს ჯეიმს გორდონი. კი, ეგ და გორდენი და გორდენი ეკითხება რომ თქვენო ჯერ კიდე მაშინო, როდესაც აქ ცხოვრობდითო, საუბარი ალბათ აი 17, 18, 19 წლის რო არის მაკარტნი. უკვე პოპულარულები იყავითო და კიო, ანუ იყო დღეებიო, როდესაც გარეთო შენიღბული გავდიოდიო რა. ეგენი ბავშვობიდან, თინეიჯერობიდან პოპულარულები. მაინც ყველამ ცნობდაო, მაგრამ ამ წარმოიდგინე. ძალიან პოპულარულები, ნუ ლივერპულში მინიმუმ და მე როცა ამერიკაში ჩავიდნენ და იქ რაღაცა ლაივ კონცერტი გამართეს, მაგის მერე მთელი მსოფლიო დაიპყრეს. Instant sensation. ხო, და მაგრამ რამდენი ჰიტი აქვს ტიპებს ბიჭო? მაგდენი ჰიტი არ ვიცი. მაგდენი ჰიტი ცეხი ქონდათ. შეიძლება სხვა ბენდებთან, მაგრამ მაგდენი ჰიტი მე სხვა ბენდების შემთხვევაში არ მახსენდება. არც მე არ მახსენდება. ნუ Rolling Stones-ი რა ალბათ. ხო, Rolling-ებს სიმღერები აქვს. მე შეადარებ, მაგრამ რაღაც პონჩი ეგენიც გადიან, იმიტომ რომ 70 წელია ტიპები ერთად არიან. ხო არის Rolling-ების Painted Black-ი, Kubrick-ის Full Metal Jacket-ის ბოლოს, საოცარია. ბევრგან ჟღერდება იქ ამაში ეშმაკის ადვოკატშიც ბოლოს ეგ სიმღერა Painted Black, კიბეზე რო ჩადის და ალ პაჩინოს თუ Sympathy. არა, Painted Black არის. აჰა, ოკეი.
ეს სახე თუ pain თუ sympathy for devil არის. არ ვიცი. მე ექსერა colors in my ხო, ეგ არის, არა, painted black. Painted black-ია. კი, ეს ჟურნალისტის სახედ რო ჩარბის რამ კიანუ რივს რო ელაპარაკება და მე უცბად რო ალპაჩინო გახდება. გახსოვს რას ამბობს მან? აღარ მახსოვს. ისევ დაითანხმებს იგივე წრეზე წავა. ოღონდ სხვა წრეზე რა, ჟურნალისტის კი, მაგრამ დაახლოებით იგივე, ანუ დაითანხმებს. ამას ხონდა ნუ აღარ იმ ყველაფერი ორომ ტრიალის მერე რას გაიგებს, აღარ მაგრამ მაინც სხვა გზაზე დააყენა. კი, შეაქებს და ეთქვის რომ პატი მოყარეობაო ყველაზე დიდი ცოდვაა. და ან რომელსაც გზა და ამით სარგებლობს. მან დურწყავს სულ. ზუსტად ძალიან მაგარი, აი სცენა გაგვახსენდა. და იცინის, მაგას კამერას უყურებს და იცინის, აი რაღაცნაირად. ძალიან მევასება, ეგ კინო ძალიან მიყვარს. გენიალური ალპაჩინო. აი კინოა, კი. ეხა მინდა გადავიდეთ. კიდე ერთი სიახლე. გაი რიჩიმ კიდე ერთი სერიალი დადო. პირველ ორ სერიას იღებს თვითონ, სულ იქნება 8 თუ 10 სერია. ტომ ჰარდი თამაშობს თავარ როლს. პირს ბროსნანი და ჰელენ მირენი. ჰელენ მირენი კიდე ძალიან კარგად გამოიყურება. პირს ბროსნანიც ძალიან კარგად. დაჟე ეს ორი უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან ვიდრე ტომ ჰარდი. ტომ ჰარდი რაღაცნაირად ცოტა ამ ბოლო დროს ცოტა რაღაცნაირი გახდა რა, აი. სწრაფად მობერდა თითქოს. ხო, მაგრამ მაინც უხდება ამ როლს. ამ რა ხდება, იცი, რაღაც ძალაუფლების გაყობაზე, ლონდონური გარჩევები, აი ეს გაირიჩული. ცოტა ჯელტმენი გამახსენდა ეხლა. ოღონდ უფრო ისეთი ნაკლებად დავარცხლილი პერსონაჟები. ეს ტომ ჰარდი არის რაღაცა თავისებური, მაგას თავის ხელწერა რაღაც ძალიან ცივსისხლიანი. და პირქუში რაღაცა. ხო და ტვინს რო ასხმევინებს პირდაპირ ბარის. ეგეთ ტიპს თამაშობს. პირს ბროსნანი და ჰელენ მირენი არიან ცოლ-ქმარნი, რომელსაც ძალაუფლების ჩაგდება უნდათ ლონდონში თუ რომელიღაც ბრიტანულ დიდ ქალაქში. მოკლედ საინტერესო ერთ სერია უკვე დევს. მე ჯერ არ მიყურებია და სულ დაიდება მე უყურებ რა. მოკლედ შეგიძლიათ ამასაც უყუროთ. და კიდევ ერთი საინტერესო პოლ ტომას ანდერსონის ნახე ტიზერის One Battle After Another ხო ესე ქვია. პლოტი არ ვიცი რა ხდება. რაღაცა ესე ძალიან პატარა სინოფსისი წავიკითხე, მაგრამ არ მინდა რა მაქენა დასკვნის გამოტანა არ მინდა. ბატონი ლეონარდო. ბატონი ლეონარდო თამაშობს და ბატონი ბენისიო დელ ტორო. ბენისიო დელ ტორო. ალბათ ბენისიო მეორე ხარისხოვან როლში როგორც თავარ როლში ეს არის. და მე მგონი ვიღაცა გოგო რომელიც ვერ დავიმახსოვს სახელი. მაგრამ ბენისიოს იმეშინია შოუ არ მოპაროს ლეონარდოს. ბენისიო ყოველთვის პარავს. კი, ბენისიო ისეთი მაგარია. ბენისიო დიდ კუშიც იპარავს შოუს. ბრედი და ბენისიო დელ ტორო, ანუ არა დიდ კუში ყველა მაგარია. ეხლა რომ სიკარიოშიც ხო იპარავს შეიძლება. ყველგან იპარავს. იმენა სტილერი. ხო რაღაცნაირი აი ისეთი მაგიური ვიზუალი, ქარიზმა აქვს ეგეთი, რომ თუ რაღაცა მისტიკა აქვს რაღაცნაირი. ხო, მთელ ფილმს უყურებ და ბენისიო უფრო გამახსოვრდება ვიდრე ხო, რომ ამას რაღაცნაირად განსაკუთრებულ ყურადღებას იდუმალების შეგისა აქვს რა. კი, იდუმალების მომენტი, აი ზუსტად ეგ, ნუ ეხლა სიკარიოში მთლიანად პერსონაჟია ეგეთი, რომ აშკარად ხვდები, რომ ამას ბექგრაუნდად რაღაცა ძალიან მტკივნეული და წარსული აქვს. ტრაგიზმით ახსოვს ეს ფილმი, ვისაც ეგ ფილმი არ გინახავთ, მეგობრებო, აუცილებლად ნახეთ, ერთ-ერთ საუკეთესო თავის ჟანრში, მაიკ მანის. ესეთი მითითება მაქვს მიღებული, როცა შუაში მიხვალო ვიდეოსო, შეახსენე, რომ გამოიწერონ შენი არქივი. აჰა. გამოიწერეთ კვიტოს არხი, დაგვალაიქეთ, დაგვიკომენტარეთ. თუ მოგწონთ. გამოგიწერეთ ვიმეგობროთ, ერთად ვისაუბროთ კინოზე და არა მარტო ყველაფერი კომპონენტებზე, რაც კინოს ახასიათებს. მოვიწოთ, კიდევ უფრო საინტერესო სტუმრები გვეყოლება, უფრო კომპეტენტურები ვიდრე ჩვენ. მე დაჟე ეგეთი იდეაც მაქვს, აი კონკრეტული საკითხის მიხედვით მოვიწიოთ სტუმარი, აი სიტყვაზე ფინანსებზე, რაღაცა 1-2-3 ფილმი ავიღოთ, მაგალითად Big Short-ი. სხვათა შორის ჩემ ადამ შემომთავაზა ეგ იდეა, რომ თუ გინდაო მაგ კინოსო კარგად გადავხედაო და მოვალ თქვენთან სტუმრათო და ქართულ რეალობაზე გადმოგითარგმნითო ფინანსური ძალიან საინტერესო სიტუაცია რაც ხდება ჩვენ ქვეყანაშიო, უფრო მარტივ ენაზე გადმოგცემთო. სიამოვნებით ვუყურებდი ექსპერტის თვალით და შეფასებას და მარტივი ენით გადმოცემული და მარტივი ენით, იმიტომ რომ არის ფილმები სხვადასხვა იმას რო ითქვას,
შენ თუ რაღაცა სფეროებში კომპეტენტური არ ხარ, რთულია, რთულია. მე ყოველთვის ვიჭირს ეგეთი ფილმების გაგება რა უყურო და შესაბამისად აი მაგალითად ხა ოპენჰაიმერზე ძალიან გამისწორდებოდა ფიზიკოსთან ერთად საუბარი. აუ ძალიან საინტერესო. ან ხო, მოკლედ მაგ დარკში ვინც ერკვევა რა. ფიზიკა ძალიან მიყვარს. ვიცი რომ გიყვარს. კვანტური ფიზიკაც მიყვარს, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ძალიან დილეტანტურ დონეზე ვამბობ ხა ამას. ხო და წარმოიდგინე რომ ადამიანი რომელიც მაგ გამბავში მაგ სფეროში მაგრა ერკვევა ოპენჰაიმერი თან ნანახი კონდეს და მაგ ტიპთან მაგ ფილმზე ლაპარაკი ძალიან საინტერესოა. ოპენჰაიმერში თუ გახსოვს ბევრჯერ არის ან ეგ სცენა მეორდება აკვარიუმში რო პატარა ბურთებს ყრის. როგორ არ მახსოვს, მაგრამ აი ძალიან გამიჭირდა გაგება. აღნიშნავს საბოლოო ჯამში ბოლომდე შეიძლება რთულია გაარკვიო რა. შეურისთვის ეგრე იქნება. ხდები რომ რაღაცა რაც უფრო ბევრი მით უკეთესი თუ. მე მაინტერესებს ესეთი კითხვა მაქვს. რომელი ფილმი მოგწონს, რომელიც იცი რომ ბანზია? ანუ არ არის რა მაღალი ხელოვნების, მაგრამ მოგწონს რა აი რასიზმი. აი ხო არის ეგეთი ფილმები? კი. რომელი გახსენდა? რთულია, მაგრამ აი მოდი ვიტყვი ფილმი რომელიც ამ შემთხვევაში თემი სოფლიოს აზრი არ მაინტერესებს, მაგრამ ჩემთვის ისეთი სუბიექტურია და ისეთი მნიშვნელოვანი იყო და თან მაშინ თინეიჯერი ვიყავი და ცალკე ნუ სტივენ ტაილერზე ვგიჟდებოდი, აქეც ნიუ ტაილერი ვიხდები ალბათ რომ ფიზიკ აეროს ტელეფილმი აეროსმიტის საუნდტრეკები არის და აეროსმიტი ჩემი საყვარელი ბენდია დღემდე ერთ-ერთი და ეს ფილმი არის არმაგედონი, რომელზეც ვინმე თუ ამბობს, აი გულინსკი ვამწყინს, ანუ რაღაცა ეგრევა შენი გადაღებული. გონია რომ ჩემი გადაღებული აი ფილმი, იმიტომ რომ ვინც კი თამაშობს და რაც ხება, აი არავის არ შეუცვლოდი ყოველს უცვლელობდი, ინტერესს მივცემდი უფრო მეტ დროს, ოღონდ. ფილმის ლამაზია, უბრალოდ აი იდიოტობა არის გეტყვი რაც, მე მაგრად მიყვარს ბენ აფლეკის ინტერვიუ მაგ მოსმენილი, რომ მაიკლ ბეისთან მივედიო და ვეუბნებიო, რომ უფრო ადვილი არ იქნებოდაო ასტრონავტებისთვის ჭაბურღილის გათხრა გვესწავლებინა, ვიდრე მენავთობეებისთვის ასტრონავტიკაო და shut the fuck up ბენო. ანუ დაიცა როგორ პირიქით რო ყოფილიყო ხო რა, ანუ ასტრონავტებს გათხრა რო ესწავლეს. გათხრას და იმათ რო ესწავლებინათ ამათვის გათხრა. ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა, წარმოიდგინე ორი კვირა აქვთ ხო ვადა. ხო. და ასტრონავტები ასწავლიან კოსმოსში გაფრენას მენავთობეებს. ხო. თუ ვინებიც არის ჭაბურღილის მთხრელები. ჭაბურღილის. და აქ არის პირიქით რა, ანუ რო ყოფილიყო ხა ასტრონავტს რომელმაც ხომალდის მართვა იცის ფიზიკურად მზად არის რომ ასტეროიდზე გაფრინდეს. იმ რაღაცა დანადგარის დაყენება რომელიც ჩათხრის და ბომბს დააყენებს, ხო, ბევრად უფრო მარტივია. ხო და მაშინ გამოდის რომ ფილმი აღარ უნდა გადაიღო. ხო, მაშინ ძალიანაც უნდა შეეცვალა სცენა. მოსაწყენი კინო უნდა გადაიღო, რომ წავედით არა და მე მგონია რომ მაინც მაგარი გამოვიდოდა, მაგრამ ესეც კაია რა მეც მიყვარს არმაგედონი, ეხა ცოტა რაც ჩამომიყალიბ და გემონება მაგის მე აღარ მიყურებია, მაგრამ ბავშვობაში ძალიან მიყვარდა და ვის არ უყვარდა არმაგედონი. ზოგადად ეგ ჟანრი გახსოვს ძალიან პოპულარული იყო. სულ ასტეროიდი გვეცემოდა რა. კი, აპოკალიფტურის ეცემოდა და ერთმა ადამიანმა უნდა იხსნას სოფლიო. ეგეთი ბევრი ფილმია. ბევრი იყო ის მეოთხე, ანუ უფრო აპოკალიფტურს გულისხმობ როგორც იცი, მეოთხე 4 ივლისი გახსოვს უილ სმითი. აუ, საოცარი. ეგეც ხო რაღაც მაგ ჟანრშია. ეგ ზუსტად ეგ ჟანრია. ვიღაცა უცხო სხეულები გვესხმიან ერთმა ადამიანმა და ბრუს უილისმა უნდა გვიხსნას. ბრუს უილის მთელი ფილმოგრაფია თითქმის ეგ არის. დაიჰარდი. ყველა დაიჰარდში. ხო, მაგრამ მან აპოკალიფსი არის. აპოკალიფტური არ არის. მაგრამ არმაგედონი და მეხუთე ელემენტი ხო ეგ არის რა. ბრუს უილისი კარჩე ბევრჯერ გადაგვარჩინა. რა ტერმინატორ 2-ის დაახლოებით მაგაზი არ არის? ტერმინატორის აპოკალიფსი იწყება, ხო, ტექნიკასთან იწყება ომი. მატრიცას. ხო, რაღაცა ეგ ჟანრი იყო პოპულარული ძალიან. ნუ მატრიცა ოღონდ იმდენად ძლიერია, რომ ეგ ეს აქ დგას და ესენი აქ არის. წინ წამოწეული, რომ ეს ოდნავ ხო არც ვადარებ მაგას. ეს კომპონენტი ცოტა უფრო უკან არის კულისებში. მე რა მახსენდება ეხა ეგეთი ფილმი, რომელიც ვიცი რომ ბანზია მაინც ხო, აბა შენ რომელი ბიჭო, იმ დღეს რო ვილაპარაკეთ რთული კითხვაა. რთული კითხვაა, მაგრამ ყველას აქვს ეგეთი ფილმი რა. ხო, ნუ ჩემთვის მე არსებობს რომ ეგეთი ფილმი აქვს. მე აი მე და შენ რო ლაპარაკობდით მაშინ გამა ნიკოლას კეიჯის ფილმოგრაფიას რო გადახედო, უეჭველი იპოვი, აი მაგალითად საჰაერო ციხე, მე და შენ რო ვილაპარაკეთ.
ეგრევე ძალიან საჰაერო ციხეა მაგრამ არ არის ცუდი თუ არა მე მიყვარს ეგ ფილმი არა ობიექტურად ხო ცუდი ფილმია არ ვიცი ეგ ფილმი ალბათ ერთი 25 ჯერ მაქვს არახი ეხლაც რომ ჩამერეთო ალბათ დავიწყე კი არ მაყურებინებს უეჭველი კი მეც ანუ გამისწორდება მაგრამ აი რო თქვა რომ კაი ფილმიაო ეხა მაგალითად 20 წლის მალკოვიჩი ძალიან ძლიერია მალკოვიჩი ყველგან მაგარია მაგრამ ეხა ეგ ფილმი რო ჩაურთო 20 წლის ტიპს აი ძალიან საინტერესო იქნება ნოსტალგია არა მაგ ფილმის მიმართ ზუსტად ვიცი რომ არ მოეწონება აი ძალიან ხო ეგრე ფიქრობ არ მოეწონება ანუ ცოტა კინოებში ვინც ერკვევა რა გემოვნება ვისაც აქვს ჩემი აზრით არ მოეწონება ეგეთი ფილმი არასერიოზულად ჩაცვლა ხო რა გაეცინება რა დებილობა არისო ესე იტყვის მაგრამ მან მაგარი სცენებია ეხ სხვათა შორის ეხ გამახსენდა რომ მაგ პერიოდში ეგ ფილმი როცა 97-18-ში გადაღებული CGI ანუ კომპიუტერული გრაფიკის გამოყენება ბევრად უფრო ძვირიჯდებოდა ვიდრე ნამდვილი თვითმფრინავის აფეთქება ანუ მან რაც სპეცეფექტებიც არის თითქმის ყველა ნაღდი თითქმის კი არა ყველაფერი ნაღდი თვითმფრინავის აფეთქება მანქანის გასროლა და ყველაფერი ნაღდია პრაქტიკალ ეფექტებია ზუსტად კი მაშინ უფრო იაფიჯდებოდა ეგეთი გადახება ვიდრე დღეს რა აბა დღეს ეხა დღეს ფაქტიურად პრაქტიკულად მარტო ნოლანი აღარ არის ადრე მაკეტები იყო რეალური თათმენები ისინი ესენი კი ნამდვილ რობოტებს აშენებენ ანუ ეს ეხა კიდე ახალი ტექნოლოგია გამოვიდა იცი რა არ მინდა ხარი ანუ ფონი არის ბექგრაუნდი გაქვს წინასწარ სამდეში აწყობილი და მაყურებელი ვერ ხვდება რომ უკან ის თავისად ქალაქის სცენა ან რაღაცა იმის ეგ ახალია თუ სულ ეგრე ბევრი არა ახალია რაღაც ახალი ტექნიკა ეს არის ეგეც კი ერთადერთი პრაქტიკულ კამერა რო ტრიალდება მაგ დროს ამ სამდეში სცენა ზუსტად ეგრე ტრიალდება რომ არ ეტყობა ის ზუსტად რო შე პერსონაჟს თავიდან ესე რო უყურებ და უკან რო ოთახის სცენა კამერა თუ ტრიალდება და ესეც მაგის მიმართულებით იცვლება ზუსტად ისეთ სამდეშიც ეს ტრიალდება რომ ის არ იყოს რა ქვია დისონანსი არ იყოს ხოთა შორის ახალ ბეტმენში ძალიან ახალ ბეტმენში სცენები როა როდგანა და უკან რომ ზეჩადის და გოთემის სახურავზე როდგან უკან მთლიანად დისპლეი არის სახიობების უკან ძალიან აქტიურად გამოიყენეს მოკლედ უკვე ვეღარ ვარჩევ მე საერთოდ ვეღარ ვარჩევ და მანდაც და მანქანებით რბოლის სცენებში ძალიან ბევრგან არის გამოყენებული და ალბათ ახლა უკვე იმდენ ფილმშია რომ ნუ არ ერთადერთი როგორც ვიცი აი პრაქტიკულ ეფექტებს ვინც იყენებს ნოლანია რა ნოლანი ხო ნოლანი დარჩა ნოლანი მაქსიმალურად ცდილობს თავი შეიკაოს CGI-ისგან, მაგრამ ხანდახან არის ნუ როცა ძალიან ჭირდება ხო, მაგრამ როცა თვითმფრინავის აფეთქებაზეა საქმე ან ეგ ნამდვილ აფეთქებს კი, იქ ბეტმენის Dark Knight-ში მანქანები, პატარა მანქანები, მინიატურული მანქანებით აქვს ბეტმობილი და დიდი ტრაილერი შეჯახება როცა არის რა გვირაბში. გახსოვს ეგ სცენა? ჯოკერი რომ მოდის აქედან ბეტმენი, ეგ არის გადაღებული პატარა მანქანებით. აჰა. ნუ პატარა სადღაც რამხელა. არა, აი ამხელა რა, ნანახი ვიდეო. კი, აი ესეთი რა პულტით სამართავი, ანუ თლად შეიძლება ამხელა არა, მაგრამ ნუ ესეთი რა, აი ამ ჩემოდნის ხელა რაღაცა დიდი ბოხორა, ბეტმობილი და აქედან ტრაილერი მოდის და მაგით არის გადაღებული რა. ხო, გამოდის ეს. აი მაგას ხშირად იყენებდნენ ხო, Back to the Future-ში, ეგარი მარკეტინგი მინიატურული ქალაქები იყო შენ. Star Wars-ში, Blade Runner-ში და ეხლა ეგრე რო გააკეთო, უფრო ძვირიჯდება. მარკეტის აწყობა, ქალაქის მოწყობა, ბევრად უფრო ძვირი, კი უფრო ლამაზია და უფრო რაღაცა სამუშაოდ უფრო კარგია, მაგრამ ბევრად უფრო ძვირიჯდება, ვიდრე კომპიუტერები აღარ არიან. არიან, მაგრამ ძვირიჯდება რა. ალბათ ისიც არის ხა იმ დროს 80-იან წლებში და 90-იანებში ბევრი სპეციალისტი იყო. ინდუსტრია სჭირდებოდა და ბევრნი იყო. მოთხოვნა იყო სპეციალისტებზე და ეხლა ალბათ ეგ ხო და ამ CGI-ն გააიაფა რა, ერთი ტიპი ბაზრის უხილავი ხელი არეგულირებს მე ბევრად. ალბათ მაგას. ბოლო 5 წლის მანძილზე, თუ კიდე 10, რომელი ფილმს გაუწევდი რეკომენდაციას და რომელი ფილმი მოგეწონა Dune-ის გარდა, ვიცი რომ Dune მოგწონს. Dune იყო შოკი პირველი ხო, ვიცი რომ ეგ მოგწონს და მაგიტომ გითხარი მაგის გარდა. მეორეც ძალიან კი, ორივე. კარგი იყო. დანარჩენი, რა ვიცი, ხა ესე უცებ ვერ ვიხსენებ ბოლო 5 წელს. გინდა გაგახსენე და ბუეჭველი მოგეწონა. ბაბილონი. ой, ბაბილონი შედევრი. ხო მოგეწონა. დემიან შიზელის ბაბილონი. დემიან შიზელი არის გენიოსი მოვლენები მაგის კურს ვერაძ დემიან შიზელი 27 წლის იყო როგორც ვიცი მახსოვს ვიფლეში რო გადაიღო მაგის პირველი ახალგაზრდობიდან ესეთი ხმაურიანი გახმაურებული რეჟისორია
ბაბილონი, დიუნი. ეხლა იღებს სხვათა შორის დაანონსებული არის დემიენ სიზელი იწყებს მუშაობას ახალ პროექტზე. მე მგონი პრე-პროდაქშენის ეტაპზე არის და დიკაპრიომ უნდა ითამაშოს ერთ-ერთ თანთმენზე. ვაუ. კი. ძალიან საინტერესო. თუ არ ვწდები. სერიალი არა. სერიალი მარტო ფილმი ხო? აი, სერიალები 5 წლის მანძილზე ბაგრე ძალიან ბევრი მაგარი კი, სერიალები. ეხლა მე მაგალითად სხვათა შორის ინტერსტელარი არ ძველია ეგეც. არა, 5 წელი, აი გეტყვი კიდე, მე მაგალითად მომეწონა American Fiction არის ეგეთი ფილმი. ჯეფრი რაიტი თამაშობს ის შავკანიანი მსახიობი უჭველი იცი, აი ახალ ბეტმენში გორდონს ვინც თამაშობს. კი. მაგარი მსახიობი. წერალი რო არის. ხო, ძალიან მაგარი კინოა, მაგას გავუწევ რეკომენდაციას და ერთი სერიალი ახ გამახსენდა, არის რავი, ერთი twist-ი გამოვიდა, ძალიან მაგარი. მულტიპლიკაციაა, ოღონდ უფროსებისთვის. Common side effects ესე ქვია. ვა. გვერდითი მოვლენები. ძალიან, ანუ ისეთი ორიგინალური სერიალია, თითქმის არავის არ აქვს ნანახი და მაგრად მიყვირს. ხო და კარგია რომ ხო და უწევ თელი გულით უწევ რეკომენდაციას, ფილმი სერიალი არის ტიპზე, რომელმაც აღმოაჩინა სოკო. თან ეს რაღაც ლამაზად არის გაკეთებული, სასაცილოც არის, კომედიაც არის, სატირაც არის. ხო. ტიპი, ანუ სოკოს აღმოჩენს, რომელსაც შეუძლია ყველანაირი დაავადება განკურნოს. ამის შესახებ მე გაიგებენ ძალიან დიდი ფარმაცევტული კომპანია, რომელიც თავრობასთან შეკრულია, როგორც ხდება სინამდვილეშიც და დაძდევენ ამ ტიპს რა, რომ არ უნდათ არაწყობთ რომ ესეთი ყოვლის ხსნელი რაღაცა ინდუსტრიას არ უნდა ჩამოინგრევა, ხო, იმიტომ რომ მაგათ აწყობთ რომ ავად ვიყოთ რა. ხო მართლა ეგრეა. და მაგაზია რა, თან შავი იუმორია, ძალიან ბრუტალური სცენებია. სასაცილოც არის, რაღაცა ისიც არის, ესეც არის. და თან საინტერესო მესიჯებია რა. Common side effects. Common side effects, გვერდითი მოვლენები. ამოვანათოთ. ერთი სეზონი დაიდო და მეორე სეზონიც უკვე დაანონსეს ისეთი Adult Swim-ის გადაღებულია, Adult Swim-ი არის სტრიმინგი, რომელმაც რიკი და მორტი გადაიღო. მაგ სასტავის არა, საერთოდ სხვა ხალხის გადაღებულია, მაგრამ მაგ კინოსტუდიის არის თუ რაცა. რომელ ფილმს უბრუნდები ხოლმე ყველაზე ხშირად? თუმცა 2-3 რამდენიმე ფილმია, კი. ეს არის ფილმები დევიდ ფინჩერის შემოქმედებიდან, ჩემი საყვარელი რეჟისორის ვილნევის შემოქმედებიდან, სემ მენდესი თუნდაც. შენ დაჟე უკვე ფილმოგრაფიას იძახი, ხო? იყოს. ქართულს ვიტყვი, ქართული რეჟისორი გენიალური ელდარ შენგელაიას შემოქმედებიდან. შენგელაია ჩემი ერთ-ერთი საყვარელი რეჟისორია. კი, ეს არის ფილმები, რა ვიცი, მატრიცას უბრუნდები ხშირად, იმიტომ რომ საოცარი არის, წიგნივით არის, რამდენჯერაც არ უნდა დაუბრუნდეთ, თუ ახალს პოვულობ. კი, ეხლა ახალს არ ვამბობ მაგით. არა, ხო, ყველა მატრიცას თავის ფან-კლუბი ყავს. ფან-კლუბი ყავს. თემსოფლიოში. უბრუნდები ხშირად Fight Clubs, უბრუნდები ხშირად Semesters. აი მოდი რამე ისეთი ბოდი შეგაწყვეტნებ, ცოტა ისეთი თქვი რა, მარტო თითქოს შენ რო გონია რომ შენიცი. ხა Fight Club-ი, Seven-ი, Pulp Fiction-ები ეგეთები ყველას ისეთი იმ დონეზე პოპულარულია რომ გონია რომ ყველას საყვარელი ფილმებში. აი ისეთი რაც გონია რომ მარტო შენ უბრუნდები ხო. ხოდაშორის ხშირად რაღაცა პერიოდულობით ვურუნდები ხოლმე კიდე მეგ რაიანის ფილმებს, არ ვიცი რატო. აი, ეგ უკვე საინტერესოა. ოკეი, რომკომია, მაგრამ ჩემთვის რომანტიკული კომედიები ძალიან მოკვდა ეგ ჟანრი. აი, სამწუხაროდ მოკვდა ეგ ჟანრი. ოღონდ ხარისხიანი. ეს არის ფილმები, რომელსაც რაღაც აი ჰუმანურობა და სულიერება გააჩნია რა და დღესდღეობით ფილმებში ეგ არ არის. თვითონ პერსონაჟების რაღაცა სხვანაირები არიან. რომკომები მე არც მახსენდება, კარგი ბოლო წლებში გამოსულ. ძველები მეც მიყვარს რაღაცეები არის. აი მეგ რაიანის ახლა რა ალბათ. მეგ რაიანის ფილმები რამდენი? You Got Mail, ძალიან კარგი. Tom Hanks-თან ერთად. ინტერნეტი რო ახალი იწყება და ანონიმური კომუნიკაცია რო ინტერნეტის საშუალებით არის ძალიან ესეთი პოპულარული. French Kiss-ი Kevin Kline-თან ერთად საფრანგეთში რო ულაშებიანი რო აუ გამოუძინებლები სიეტლში. ეგეც მეგ რაიანი და ის არის Tom Hanks. კი, ბავშვთან ერთად რო ტელეფონით რადიოთი რო გაიცნობენ თუ რაღაც. კი, ზუსტად. ძველი კინო. სიეტლში ხდება ეგეც. აუ, ეგეც კაია.
ხო და აი ეგ არის ფილმები Meg Ryan-ის გინდა კიდე ერთი მაგარი რომკომი. ყველა დროის ყველაზე მაგარი რომკომად არის გააღიარებული Bill Crystal-თან ერთად რო თამაშობს. When Harry Met Sally. When Harry Met Sally ძალიან მაგარი. ეგ მიყვარს. ეხლა რაც ჩამოთვალე ყველაზე მაგრად ეგ მიყვარს. მაგარი დიალოგებია 80-იანი წლების და 90-იანების დასაწყისში აი სწრაფი გაცვლები რომ მიდის მიყვარს ეგეთი დიალოგები რა. აი სხარტი და ჭკვიანური დიალოგებია სულ. თითქოს იმპროვიზირებულიც არის და თან ატყობ რომ მაგარი ნაფიქრია რა. When Harry Met Sally-ს გაუწევ მე რეკომენდაციას. ხო, When Harry Met Sally ცოტა ისე არ მახსოვს, მაგრამ აი უყურე და მაგრად გაგისწორდება. თუ ყურო. ნუ რა თქმა უნდა, ეხა ეგ სხვათა შორის ეხა კაკრას ტარანტინოს რომელიღაცას იმას უყურებდი ინტერვიუს და ყველაზე ჩემი guilty pleasure არისო რომკომებიო რა. რომკომებიო? ფინალში უჯდებიო და სადმე უნდა გადავფრინდეო, სულ რომკომებს უყურებ. 12 არ ვიცოდი, სხვა ხო, მაგრამ და კიდე ერთი მაგარი guilty pleasure ვიცი იმაზე. ნოლანზე. აბა? ფორსაჟი უყვარს. ფორსაჟი. სინაურია. ბიჭო, მე მეგონა ხადაობდა რა. ფორსაჟი 9-ე? ყველაო. აი ეს ეხა სხვათა შორის ცოტა ხნის წინ რაღაც ცოტა ხნის წინ ამდენიმე წლის არის ეს ჯორჯ კლუნი და ის რო თამაშობს ჯულია რობერტსი და ვიფიქრე რომ აი ეს ჟანრი ბრუნდება და გაცოცხლდება და ძალიან ცუდია. არ უყუროთ მაგას. პროვოკაციაც არის. გამოც იმის პროვოკაცია არისო. ანუ აი მაგ რომ 90-იანების და 2000-იანების დასაწყისის რომკომების პროვოკაციაც არ აღმოჩნდა ძალიან იმედ გასწრებული თავოვედი. ფილმს არც უყურე, ტრეილერში რაღაც ხუმრობა იყო ისეთი კრინჯი სიტყვა გამოვიყენო, რომ დავიქრინჯე რა. სამწუხაროა კი. არ იმედი მაქვს ეს ჟანრი ოდესღაც არის. ოღონდ სერიალებში მოძებნია. სერიალებში არის. მე ხარ რუზი ვარ მაგ ჟანრს დიდი მოყვარული არა ვარ, მაგრამ სერიალში აუცილებლად იპოვი. დაგვიწერეთ კომენტარებში, ვინმე თუ ვიცით, კარგი რომანტიკული კომედია სერიალი. სიამოვნებით მაგრამ უეჭველ შანსი არ არის რომ აღხავს. კი. რომანტიზმი ხო რაღაცა არ ვიცი, რამდენი სერიოზულად. სერიოზულად არ აღიქმება და რაღაცა უხერხული გახდა. რაღაც თანამედროვე საზოგადოებაში ესე აღვიქვავ, შეიძლება უცდები და იმედია უცდები. ზოგადად რომანტიზმი გაქრა საკამათო ხისტმა ცივმა პრაგმატულმა ემოციებმა შეავსო მთელი ეს სივრცე რა კომუნიკაციების ხო აი რა ვიცი ხა ცოტა რომ დავფიქრდე შეგეკამათები მაგრამ კამათი ხა ეს რთული საკითხია რთული საკითხია უფრო ჯობია ვინც ერკვევა მაგ საკითხში მაგასთან ვიკამათოთ და ვიმსჯელოთ რა ვიდრე ხა მეიდან შევიკამათოთ ხოთა შორის აი ამ ჟანრზე კარგი ფილმის გადაღება შეიძლება ეხლა რაზე აბა რომკომი როგორ ჩაანაცვლა რომანტიზმი პრაგმატიზმა რაღაცა ეხა ნახე ეხა გამახსენდა სერიალი გამოვიდა ორი სერია სატირა არის ჰოლივუდის ინდუსტრიაზე რატო დაერხა რატო ჩაანაცვლა მანდა ქვია ხელოვნება ანუ ხელოვნების ნიმუშები აღარ იქმნება იმიტომ რომ და ამ სერიალშია რატომაც და თან კომედია სატირა სეტროგენი ხო სეტროგენი ვიღახე ტრეილერი ხო და ორი სერია უკვე დევს და რაღაც მომენტში მარტი სკორსეზემაც მარტი სკორსეზე ძალიან ბევრი ცნობილი შარლი სტერონი რაიან კრენსტონი ძალიან ბევრი კამეოებია რა და საინტერესო იქნება უკვე ორი სერია დევს მე ჯერ არ მიყურებია ველოდები მაშინ ანუ დღეს ესე იგი ხა ვფიქრობ უკვე შენს რეკომენდირებულ მუსმოს უყურო თუ ამ ორ სერიას უკვე ამანაც მაგორს უყურე ჯობი და მე შემდეგ პოდკასტში მაგაზე ვილაპარაკო კარგი ბატონო მეც უნდა უყურო ძალიან დიდი მადლობა რომ სტუდიო The Studio ქვია მაგ სერიალს უკვე არსებობის შესახებ ძალიან მაგარია ეხა ნახე კითხვა აბა ულევი ბიუჯეტი გაქვს ანუ მიგიწდება ხელი ნებისმიერ მსახიობ ოღონდ ცოცხლებზე რა და ვინ ვარ რეჟისორი ხარ თუ გინდა პროდიუსერი ხარ რეჟისორი ვარ ხო მე ვარ რეჟისორი გამოცდილებით თუ არა ეხა უყურე მოდი აი გაძლევ რავი $1 მილიარდ რა ფილმს გადაიღებ თუ გინდა შენ დადექი კამერასთან თუ გინდა კამერის მიღმა დადექი თუ გინდა აქეთ დადექი თუ გინდა პროდიუსერი იყავი თუ გინდა სულის ჩამ რაც გინდა რა როლი შენ თვითონ შეარჩიე მაგრამ შენ მითხარი რომელ ფილმს გადაიღებდი რაზე დასაკმაოდ რთული კითხვა ძალიან რთულია ყველას ნაფიქრი აქვს მაგაზე ჩემი აზრით. დაირექტინგის გამოცდილება არ მაქვს. შენ თუ გინდა ვინჩერი მოიყვანე, თუ გინდა კუბრიკი მოგააწყო. უბრალოდ მე ვარ დავუშვათ. თუ გინდა შენ იყავი რეჟისორი. თუ გინდა მე. ისე ერთხელ ცხოვრობთ. ხო, მაგრამ მოდი. და თუ
ფილმი ჩავარდა და დიდი ალბათობით არავინ იმპულს უკან არ მოხდ. იმპულს არ არავინ ვალს არ გადებს. რაც გინდა ის. ანუ ეგ პასუხისმგებლობა არ მოხდა. არა, ნული. დაჟე ძალიან ბანძიც რო იყოს, გეტყვია რომ აი აქ ესე არავინ არ სუნთქავს, ხო, აბარაშვებიო. მილიარდს გაძლევენ აი ესე და რაც გინდა გადაიღეო. თუ გინდა სერიალი გადაიღეო, თუ გინდა კინო გადაიღეო. ვილნევს გადავაღებინებდი, ან შეიძლება მელ გიბსონიც კარგი ყოფილიყო. მელ გიბსონი ცოტა გაბარდა. ვებხის ყავსანზე მაინც ან დავით აღმაშენებლის ისტორია შეიძლება საინტერესო. ან კონკრეტულად დიდგორის ბრძოლა შეიძლება საოცრება ყოფილიყო გადასაღებად. რაც წინა ანუ აი ვებხის ყავსანი მგონია რომ ერთი დიდი სეზონი უნდა, აი 10 სერია უნდა იყოს. შეიძლება. ეხლა სხვადასხვა ნაპოლეონს იღებს როგორც ვიცი სპილბერგი, კუბრიკის მიერ შეგროვებული ძალიან ბევრი ინფორმაციის საფუძველზე. ხო და ერთ ფილმში არ ეტევა რა ეგეთი თემები რა. მგონია რომ სერიალი უნდა იყოს ან ტრილოგია მაინც. აი შეიძლება იყოს რაღაცა Lord of the Rings-ით სამ იმად დაყოფილი და ოღონდ სწრაფად რა, აი როგორც დინამიური უნდა იყოს. მაგას არ გულისხმობს, სწრაფად გამოვიდეს. ხო, აი Lord of the Rings-ი გახსოვს რა მალე ხო რა, თნიანად გადაიღო და მე სანამ ამონტაჟებდა დებდა რა. აი არ შემიძლია ეს აი ბეტმენი რო გადაიღეს. მაგალითად ბეტმენს საიდან სად გადმოხდი, მაგრამ უნდა ელოდო 5 წელი რა და აი მეზიზღება ეგ. სერიალი მაგიტო ასწორებს ერთ სეზონს მოგიგდებენ და უყურებ რა, კვირაში ერთხელ დაიყრება რა. ერთ თვეში შეივსება თუ ორ თვეში. ნუ ოღონდ უბრალოდ ძალიან საფასურო პროექტია და განსაკუთრებული სიფრთხილით ვთხოვდი ყველას და შევეცდებოდი რომ აი ეს მომენტი რაც ვებხის ყავსა ნიშნავს ჩვენთვის სრულიად ხო ეგ კარგად ეგ რაღაცნაირად ამეხსნა რეჟისორის რა არის რა ეგ დენი ვილნევი უნდა ჩამოიყვანო და აქ უნდა აცხოვრო ხო არქივში დასვა და იკითხოს იქ ყველაფერი ოღონდ ქართული უნდა უთარგმნო ადაპტირებული სცენარი იქნებოდა თავარი გასაღები და წინაპირობა წარმატებული კინოპროექტის და მე რა თქმა უნდა კასტი კი ეკრანიზაციის. ვებხის ყავსის ეკრანიზაციის თავარი წინაპირობა ალბათ მაინც ვფიქრობ. აი, მოდი ახლა ესეთი კითხვა, რა ხომ ვებხის ყავსის გადაიღებდი, აი რა და შენ იღებ რა გადაწყვეტილებას, დენი ვილნევი კი შენზე მუშაობს, მაგრამ შენეუნები რომ მიუზიკლი მინდა სიტყვაზე და გადაიღებს. აი რა ჟანრში ჩასვავდი. ვახ, ეგ რთული კითხვა. ხო ხდები ახლა ესეთი პატრიოტული ნარატივი იქნებოდა თუ ცოტა ისეთი აი უმად პატრიოტულიც იქნებოდა, ბრუტალური სცენებიც იქნებოდა, იმიტომ რომ მოუხდება ალბათ. იმიტომ რომ არის. დინამიკას უნდა იყოს ალბათ, სადაც საჭიროა. ხო. სადაც საჭიროა ანუ ბევრი ჟანრის ნაზავი იქნებოდა რა. ფილოსოფიური ნარატივის კეთებულ აქცენტს გავაკეთებდი კოსტიუმებზე კიდე. ანუ კოსტიუმების დიზაინერი ანუ ეგ რა თქმა უნდა, ანუ ფული ბიუჯეტი ულევი გაქვს რა, განუსაზღვრელი. წარმოიდგინე რომ ეს რაც აცვიათ რომელიღაცა ეპოქიდან, რომელიღაცა თუნდაც ქართული ეპოქიდან შუა საუკუნეებიდან შეიძლება რაღაცა კომპონენტები და ორნამენტები აიღო, რაღაცა შეიძლება აიღო აზიურიც გაურიო, რაღაცა კი არა უეჭველი უნდა გაურიო, იმიტომ რომ აზიაში ხდება ესენი შლემები და ასე ხო და ძალიან მაგარი იქნება, დიდი სიამოვნებით. იქ მასიური ბრძოლების გამოაქვეყნებდი, ხო? დაუშვათ, ნუ დროში არ არის შეზღუდული და ფილმის გადაღებები ზოგადად ხო 2-დან 3 წელი გრძელდება და შენ უთხარი რომ რადგან ესეთი რთული პროექტია 1 წელი გაქვს ან წელიწად ნახე 2 წელიც, ოკეი. ფილმის გადაღებების რან ნაწილის დროს მოისურვებდი რომ სატესტო კადრები გენახა. აუ რა, კაი კითხვა. ანუ აი სადღაც ნახევარი გადავიღეთ და ვნახეთ თუ აი დაუშვათ პირველ დღეს უკვე მიხვიდოდი და აბა რა გვაქვს. ბიჭო, აი მე ჩემი ხასიათიდან გამომდინარე ალბათ კასტინგიდან დაწყებული სუიკ ვიქნებოდი. სუიკ იქნებოდი, ხო? სუიკ ვიქნებოდი რა. ანუ ეს სუნთქვა მაინც იქნებოდი რეჟისორის. არა, twins ანუ ძალიან ბალანს დავიჭერდი რა, რომ არ ეხ თუ მეტყოდა რომ TikTok-ში გააჯვიო რა, რომ მეტყო და მივიღებდი. კაი ბოდიში. ხო, იმიტომ ერთ-ერთი ესე გარი რა. ხო, თუ დავძაბავდი და შევატყობდი რომ ძაბავ, არ დავასუნთქავდი რა, მაგრამ კასტინგზე ერთი მოთხოვნა მექნებოდა რომ ძირითადად სულ ქართველები აიყვანა. აჰა, ოკეი. და დაჟე რას ვეთყოდი, იცი? ცალკე ნაწილია მაგისი. დაჟე რას ქართულად გადაიღე. ფათაშოს, მოდი. თხოვე, მართლა ძალიან მეტყვი, მე მიფიქრია მაგაზე. დენის? არა, დენის თხოვე. მაყურებელს მოდის თხოვე, რომ კომენტარებში დაწერონ შენ თხოვე. ვინ შეიძლება შეასრულოს
ვეფხისტყაოსნის პერსონაჟების როლი, რომელმაც თავარი სახეობმა, თუნდაც პერსონაჟები. ქართულმა, თუნდაც უცხოელმა ნებისმიერმა. მოკლედ ბიუჯეტში შეზღუდულები არ. ხო, მოკლედ კომენტარებში თქვენი მოსაზრება დაგვიწერეთ, ვინს ათამაშებით ტარიელს, ავთანდილს, თინათინს, ნესტანს და ასე შემდეგ, ხო, რა, ვინ წარმოგიდგენთ, თუ გინდათ ცნობილები, თუ გინდათ უცნობები, გინდათ ქართველები, გინდათ უცხოელები, არ ახართ შეზღუდულები ფანტაზიაში. მე მაგრად მაინტერესებს ხალხის აზრი. ოკეი. და თან გამოგვიწერონ, იმიტომ რომ რავი, კაი რაღაცებს ვაპირებ და ღვინო, შენი საყვარელი ანტაგონისტი ვინ არის ოღონდ ჰით ლეჯერის ჯოკერის გარდა? არა პროტა, არამედ ანტა. უარყოფითი ვილანი, ვინ არის შენი საყვარელი? გინდა ფილმებიდან, გინდა სერიალებიდან, რავი, თუ გინდა წიგნიდან თქვი? საყვარელი, მოდი, რადგან საყვარელი სიტყვა ახსენებს, სუბიექტურადაც, ან როგორ იცი, რომ თავის მხრივაც ძალიან სერიოზულია და სერიოზული უარყოფითი პერსონაჟი შეიქმნა და თან რაღაცნაირად მე ზოგადად მიყვარს ქარიზმატული, აი ცოტა როკსტარი ვილანები მიყვარს რა, ანუ გასაგებია. თავისი ისეთი გზნებარე, ფეთქებადი, არაადეკვატური და არაპროგნოზირებადი. კი, აი სტიქიური ვილანები მიყვარს. აი ვინ არის ეგეთი? ეგეთი სხვათა შორის ახლა პირველი ვინც მახსენდება არის ალონზო ფილმიდან Training Day. დენზელ ვაშინგტონის შესრულებით. ანუ აი ძალიან ძლიერი პერსონაჟია. მართლა ძალიან ქარიზმატულიც არის, არაპროგნოზირებადიც არის. თან სიმპათიას იწვევს, იმიტომ რომ ვიზუალურადაც რაღაცა ისე თავის სტილი აქვს. თან რაღაცა თითქოს ემპათიას გიჩენს, რომ აი რა მოხდა ეხლა რა, ხო ხვდები რა, რასაც აკეთებს, აი ისეც რას აკეთებს. ისეც რას აკეთებს. არა და ნუ საშინელი ტიპია. ძალიან მე ერთ-ერთი ჩემი საყვარელი პერსონაჟია ეგეც. სხვათა შორის კიდე აქვე მახსენდება, აი კიდე მაგარი გაგახსენო, ჰადესი. ჰერკულესის საოცარია. გორმიყვა. თავზე ლურჯი არია. ლურჯი ბოლი როა. ორი პატარა ეშმაკი რო სუაგიდებენ. ეს ძალიანად ეს გუნდი არის ძალიან მაგარი საოცარი სცენა. რომელი? ეს რო ჰერკულესის პოპულარობა რო პიკს ზენიტს აღწევს და ამის მერჩებით გაბრაზებულია ძალიან და თავისთვის ესე დადის წინ და უკან და ამ როგორ მოხდაო ესე პირიქით მე მაგის იმას ვეწეოდიო ანტიაგიტაციასო და მაინც უფრო პოპულარული გახდაო როგორ მოხდაო და უსად გაჩერდება და ესენი ჩუმადგანა და დახედავს და ეს ერთ ისინი ასია ბოტასები ასია ჰერკულესის ლოგოთი და იმ წვენს რო ხრუპავს ჩუსტები და თითებს ესე შვება თუ არ ვცდები და თან ის ჭირავს დაბრენდილი ხო ჰერკულესის მერჩია რა და პაუზა ყველაფერი ჩუნდება და აუ რა მაგარი კი ძალიან მაგარია კიდე მულტფილმებზე რახან გადავედით ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ვილანი თან ბავშვობიდან მიყვარს არის შრამი მეფელონის შრამი მაგას ვინახმოვან ჯერემი აირონსი ახმოვან აუ ბრავო ძალიან მაგარია ეგეც ძალიან აი ხა ჰანს ლანდაა კიდე საოცარი ვილანი. ჰანს ლანდა, არ ვიცი. უსახელოებიდან. ეგ არის ალბათ აი სახელმძღვანელოში ხო არის რომ გადაშლი რომ როგორ ვითამაშო ვილანი. სრულიად ახალი პერსონაჟი შეიქმნა. ანუ ჯერ თვითონ სცენარში და სხვათა შორის ტარანტინოს მაგაზე ილაპარაკა და ძალიან ბევრი მსახიობი, ანუ განსაკუთრებული სიფრთხილით ვეკიდებოდიო ლანდას. მაგ პერსონაჟს ეძებდა, ხო? ეძებდა. ანუ სხვა ვიცოდიო ყველა ვინ უნდა ყოფილიყო, ნუ ბრედ პიტი, ალდო აპაჩი და შემდეგ ყველა ვიცოდიო და მაგას ვეძებდიო განსაკუთრებული სიფრთხილითო, ესეო კონკრეტულად არავიზე არ მქონდაო რა ინსაიტი. ხო, ახალი ჭირდებოდა. და ვეძებ ბევრი და ნუ ვერსად ვერ ვიპოვეო და ბოლოს უკვე იმედი აღარ მქონდაო და ოღონდ ერთს ვამბობდიო რომ თუ ზუსტად ისეთ მსახიობს არ აღმოვაჩენ რომ აი ჰანს ლანდას მაჩვენებს მე ამ ფილმს არ გადავიღებო.